Ყველას მოგესალმებით. ხვალ შესრულდება 5 წლის თავი 2007 წლის 7 ნოემბერს, ანუ ამ დღეს განვითარებული მოვლენებიდან. დღე, რომელიც თავისი შინაარსით უკავშირდება ათასობით დემონსტრანტს, რომელიც მთავრობის იმდროინდელი მთავრობის წინააღმდეგ აპროტესტებდა კონკრეტულ საკითხებს და დღე, რომელიც უკავშირდება ამ ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ უფლებების დარღვევას და ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბებას. ეს არის საკითხი, რომელიც პირადად მეხება მაშინ მე გავხდით გაერთიანებული ოპოზიციის გაერთიანებული ახალგაზრდული შტაბის ხელმძღვანელი და ეხება ჩემს ახლა უკვე ქრისტიან-დემოკრატ თანაგუნდელებს. ამ მიზეზით სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნილია საქმე სახელწოდებით გიორგი ახვლედიანი იმედის ჟურნალისტები, თუმცა მე მიმაჩნია, რომ ახლა დადგა დრო და დღე, როდესაც ადგილობრივმა ქართულმა მართლმსაჯულებამ უნდა იმსჯელოს აღნიშნული საკითხის შესახებ და მისცეს მას სათანადო სამართლებრივი კვალიფიკაცია და რაც მთავარია, მისცეს შესაბამისი სამართლებრივი კვალიფიკაცია აი ამ პროცესში მონაწილე ყველა ფიგურას, როგორც ორგანიზატორებს, ისე აღმასრულებლებს. სწორედ ამიტომ მე ქრისტიან-დემოკრატების ჩემი პარტიის სახელით და ამას ჩვენ ვითხოვდით მათ შორის პარლამენტშიც, ახლა უკვე ახალ პარლამენტს, ახალ ხელისუფლებას, ახალ უმრავლესობას მიმართავ, რომ აუცილებელია უკვე შეიქმნას სპეციალური საგამოძიებო კომისია, რომელიც გახდება წინაპირობა ჩემს მიერ დასახელებული საკითხების გამოძიების და შემდგომში მართლმსაჯულების მხრიდან სათანადო დასკვნების და გადაწყვეტილებების მიღების. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაშინ როდესაც ჩვენ საუბრობთ სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნის აუცილებლობასა და საჭიროებაზე, ასეთი ტიპის დანაშაულებანი არ უნდა იქნას და მასში მონაწილე ადამიანები არ უნდა დაარჩნენ დაუსჯელები. ეს არის ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი საკითხი, როდესაც ევროპულ სამართლებრივ სახელმწიფოზე საუბრობთ. და მეორედან ჩემთვის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უფრო პერსონიფიცირებულია, დღეს მდგომარეობით მსჯავრდებულია სასჯელს იხდის ოპოზიციის მაშინდელი აქტივისტი და უფლებადამცველი ლევან გოგიჩაიშვილი და მე მიმაჩნია, რომ ლევან გოგიჩაიშვილი არის მსხვერპლი პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების და ამის მთავარი მიზეზი გახლავთ მისი ოპოზიციური პოლიტიკური საქმიანობა და არამც ის შეთითქმული საქმე, რომელიც დაედო საფუძვლად და გახდა მიზეზი ლევან გოგიჩაიშვილის დაპატიმრების. ამიტომ მე თხოვნით მიმართავ ბატონ ახალ მთავარ პროკურორს, რომ გადაიხედოს ლევან გოგიჩაიშვილის საქმე, რაც ჩემი ღრმა რწმენით გახდება წინაპირობა ლევან გოგიჩაიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლებისა. ეს არის პირადად ჩემთვის ორი მნიშვნელოვანი თემა. სამწუხაროდ 5 წელმა ისე გაიარო, რომ მხოლოდ განცხადებები კეთდებოდა დაინტერესებული ანუ ოპოზიციური ძალების მხრიდან და არავითარი ასე ვთქვათ შემოხედით ნაბიჯი არ იყო იმ ძალების მხრიდან, რომელსაც ხელმწიფებოდა ინსტიტუციურად მოეწესრიგებინა ეს მოთხოვნა, ანუ შეექმნა კომისიები თუ გამოძიება დაეწყო ამ საკითხზე. ახლა დადგა ამის დრო, იმიტომ რომ დღეს ხელისუფლებაში არიან სწორედ ის ძალები, იმ ძალების ნაწილი, რომელიც ითხოვდა ასეთი მოქმედებების დაწყებას. მე მაქვს იმედი, რომ ახალი იუსტიციის მინისტრის, მანამდე იგი ახალი მთავარი პროკურორის და კიდევ უფრო მანამდე ასე ვთქვათ, თანამდებობად რომ მივყვეთ პარლამენტის პირობებში შესაძლებელი იქნება ამ საკითხთან დაკავშირებით სამართლიანად მსჯელობა მათი მხრიდან შესაბამის სამართლებრივი კვალიფიკაციის მიცემა და პერსონალურად იმ ადამიანების პასუხისმგებაში მიცემა, რომელიც მონაწილეობდა როგორც ორგანიზებაში, ისე ორგანიზებულის აღსრულებაში 2007 წლის 7 ნოემბერს. ადვოკატ ზაზაი გვაინტერესებს რა პროცესში არის თვითონ ეს საქმე სტრასბურგში და თუ არის წარმოებაში და რა პროცესებია მოკლედ ამასთან დაკავშირებით უფრო ვცვლად რომ მოგვიყვეთ. წარმოებაში მიიღო სასამართლომ ეს საქმე, თუმცა ეს არის ერთი ეტაპი, მოგესალმებით. შემდეგი ეტაპის შესახებ უწყება და ცნობა ინფორმაცია ჩვენ არ მოგვსვლია. პერსონიფიცირებულად ერთ-ერთი მთავარი ადრესატი ამ ასე ვთქვათ სტრასბურგის სასამართლოს მხრიდან გახლავთ გიორგი ახვლედიანი, იმიტომ რომ პერსონიფიცირებულად ქვია საქმის ასე გიორგი ახვლედიანი და იმედი ჟურნალისტები. გიორგის არ მიუღია, ასე ვთქვათ, საქმის მსვლელობასთან დაკავშირებით. გარდა იმისა, რომ ეს საქმე წარმოებაშია მიღებული,
და განხილვის სტადიაშია, სხვა ეტაპთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მიუღია, შესაბამისად არ ჩვენ არ ვხდით ამ ინფორმაციას. თუმცა მე მინდა მაინც აქცენტი გავაკეთო იმაზე, რომ არ არის კარგი და არ მეტყველებს დადებით ტენდენციაზე, როდესაც ამდენი საქმე არის რომელიმე ერთ კონკრეტული სახელმწიფოს მხრიდან სტრასბურგში. ეს არ არის კარგი, ეს მეტყველებს იმაზე, რომ ადგილობრივი მართლმსაჯულება და სასამართლო სისტემა არის მყიფე და მასთან ნდობა არ აქვს საზოგადოებას. მე მიმაჩნია და მე ახლა შემიძლია გამოვუცხადო ნდობა იმ ადამიანს, რომელიც უნდა გახდეს სამართლის სასამართლოს არსებობის წინაპირობა, ანუ ქალბატონ წულუკიანს, მე შემიძლია გამოვუცხადო ნდობა ბატონ კბილაშვილს, ადამიანებს, რომელსაც ლომის წვლილი უნდა ითამაშონ, წვლილი უნდა შეიტანონ ამ პროცესში, ასე რომ მე მიმაჩნია აქცენტი მაინც უნდა გააკეთეს არა საერთაშორისო სამართალზე, მართლმსაჯულებაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვუნებრივია მათ. ჯერ მადლიერნი ვართ და გვეიმედება და განსაკუთრებით ავტორიტეტული სარგებლობის ცხადია ჩვენს თვალშიც ბუნებრივია, მაგრამ ჩემთვის როგორც ქართველისთვის, ამ ქვეყნის მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია ქართულმა სასამართლომ მისცეს შესაბამისი კვალიფიკაცია. ერთ-ერთ ყველაზე ვანდალურ სახელმწიფოს მხრიდან, ერთ-ერთ ყველაზე ვანდალურ ქმედებას საქართველოს მისი მოქალაქეების წინააღმდეგ. ანუ ეს შეგვიძლია ჩავთვალოთ როგორც მათ შორის პოლიტიკურ განცხადებადაც, იმიტომ რომ მე როგორც ქართველი პოლიტიკოსი დაინტერესებული ვარ ქართული მართლმსაჯულების, ასე ვთქვათ, გამართულ და სამართლიან ფუნქციონირებაში, შესაბამისად, ჩემი მოწოდებასაც ამიტომ აქვს ასეთი საფუძველი და ხასიათი, რომ მე მინდა, ასე ვთქვათ, და მე მიმაჩნია, რომ აქ ობიექტურთან ერთად არის თელევიზიის სუბიექტური გარემოებებიც. დღეს ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომელთაც პირადად იწვნიეს ხელკეტი და თუ რეზინის ტყვეები, თუ ასე ვთქვათ, სრელმდენია ეს გაზის, თუ მათ შორის პოლიტიკური რეპრესიების სიმძიმე. ამიტომ ამ ადამიანების სუბიექტური გამოწვევაც არის ნამდვილად ამ საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად მე მჯერა და მგონია რომ ამ ასე ვთქვათ არა მხოლოდ შემოწოდებას ეს მოწოდება უბრალოდ მე ვაკეთებ ამ მოწოდებას, თორემ აი სურვილი აქვს ათასობით მოქალაქეს ჩვენი ქვეყნისა, არა შურიზიების, არა ასე ვთქვათ იდეაფიქსი არ არის ვინმეს დაასჯა, მაგრამ თუ კი ვლაპარაკობ ჩვენ სამართლების სახელმწიფოს აუცილებლობაზე, პრეცედენტი უნდა შეიქმნას დანაშაულში მონაწილე ადამიანების დასჯა, მით უმეტეს სახელმწიფო, როდესაც არის დამნაშავე სრანგში. ბატონო ლევან გოგიჩაიშვილის საქმესთან დაკავშირებით თუ მიმართეთ წერილობით მთავარ პროკურორს ან პარლამენტს არ მიმართავს, ეს არის პირველი ასე ვთქვათ ვაპირებ ცხადია. მე აქვე შემიძლია დავაანონსო, რომ ვაპირებ ასევე მიმართო სხვა ადამიანებთან მიმართებითაც, რომელიც არ ეხება 7 ნოემბერს, თორემ უბრალოდ ზოგადად გეუბნები ამის შესახებ ვის გულისხმობ, ეს ერთ-ერთი რეზონანსული საკითხია, უბრალოდ ჯერ რატომღაც ამაზე მსჯელობა არ მიმდინარეობს, მაგრამ ეს სხვა დღეების საქმეა, მაგრამ დღეს შემიძლია გითხრათ, რომ რა თქმა უნდა, მიმართა ოფიციალურად, უბრალოდ მე მინდოდა მანამდე წინსწრებად განცხადება გამეკეთებინა ამ საკითხზე. ოფიციალური განცხადებით ბატონ კბილაშვილს დღესვე გაუგზავნე ამ განცხადებას, სად არის განცხადება, იმისთვის რომ ამას მოყვეს უკვე რეაგირება ოფიციალურივე პროკურატურის მხრიდან. ასე რომ ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა, აქ არის როგორც ასე ვთქვათ პოლიტიკური ორგანიზაციის ჩვენი ასევე პერსონალური ადამიანების საკითხიც და მიმაჩნია რომ ეს არის საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს და პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს სახით, ანუ ძალოვანი სტრუქტურების სახით ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომელსაც უნდა დაიძლიოს აუცილებლად, იმიტომ რომ ამით გაჩნდება ერთის მხრივ განცდა იმისა, რომ სამართალმა იზეიმა და მეორეს მხრივ ადამიანებს, რომელიც დღეს არიან ხვალ იქნებიან ხელისუფლებაში და ყველას აქვს ცნობა გადავიდეს კანონის ფარგლებიდან, ეს ცნობა აქვს ადამიანს სამწუხაროდ და ასეთი ადამიანის მუნება ჰქონდეს ძალიან მკაფიო და გასაგები პასუხი სახელმწიფოს მხრიდან. რომ ასეთი რამეები დაუჭირელი არ დარჩება, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში. კიდევ სხვა კონკრეტული პოლიტპატიმრის საქმესთან დაკავშირებით ხარ მიმართავთ კბილაშვილს? არა, პოლიტპატიმრს არ ეხება, მე შემიძლია ინსტიტუტს გითხრათ, ეს ეხება უშუალოდ იმ სფეროს, სადაც მე მონაწილეობ, მე თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე ვარ და ეხება ამჟამად მერიის საკითხს და უბრალოდ ამას მეც ვერ დავკონკრეტები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ძალიან ბევრი შეკითხვა მაქვს მე ამ საკითხთან დაკავშირებით და ვაპირებ ბატონ მთავარ პროკურორს მიმართო. თუმცა რაც შეეხება 7 ნოემბერს, სადაც ვლაპარაკობ და ახლა ხვალ არის წლის თავია მოვლენის ლევან გოგიჩაიშვილის თემაზე პერსონიფიცირებად ხოლმე ლევან გოგიჩაიშვილს მე უბრალოდ ჩემ ლევან მეგობრობდით, მე ვიცი როგორი იყო წინაპირობები ლევანთან დაკავშირებით, არ მომხდარა უბრალოდ აი ესე წნეთში მისი აყვანა. ლევანთან დაკავშირებით მუშაობდა რამდენიმე სქემა, მუშავდებოდა სხვადასხვა გზით უნდა მომხდარიყო მისი დაკავება და სამწუხაროდ მიმართებს ამ გზას. არის ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ,
რომ ვამბობ საქმის გადახედვის აუცილებლობას, იქ არის ძალიან ბევრი ლაფსუსი, ძალიან ბევრი ზედაპირზე ამოსული, ასე ვთქვათ, გაუგებარი ჩვენებები, მაგალითად, ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომლებიც იყვნენ ადგილზე, იძლევიან ურთიერთგამორიცხავ ჩვენებებს. არის მათ შორის ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვა. მაგალითად, ამბობს ასე, მაგრამ ტექნიკურად შეუძლებელი იყოს ისე მომხდარი იყო, და ამის არგუმენტები, ანუ ეს საქმე არსებობს, ადვოკატები მუშაობდნენ ამ ხის განმავლობაში ძალიან კარგად, შემიძლია ეს თქვა, თუმცა ხა პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლოს პირობებში მათ გაუჭირდათ იმ შედეგის, ასე ვთქვათ, მიღწევისთვის, რომელიც აუცილებელი და საჭიროა. მე შემიძლია პირდაპირ თქვა, რომ 2009 წელს იქნა ლევანი დაბადებული. კი, ესე იყო და მე შემიძლია გითხრათ, რომ ეს 3 წელი ლევანო აბსოლუტურად უსამართლოდ გაატარა ციხეში და ამაზე შესაბამისი პირება უნდა აგონ პასუხი. მხოლოდ ლევანის გათავისუფლება არ არის საკმარისი. ადამიანები, ვინც მიიღო ეს გადაწყვეტილება მოსამართლის ჩათვლით და დამკვეთების, ასე ვთქვათ, დამკვეთებით და მოსამართლის ჩათვლით, მათ უნდა აგონ აუცილებლად პასუხი. ეს იყო ჩემი, ასე ვთქვათ, განცხადების შინაარსი, ეს ორი თემა, ერთი თემა, მაგრამ ერთი შეეხება საგამოძიებო კომისიას და მეორე თემას, რომელიც ლევან გოგიჩაიშვილს და პერსონალურს აკითხება. მე მაქვს იმედი, რომ ეს მოთხოვნის შესაბამისად იქნება გადადგმული ნაბიჯები. ბოლოს მინდა კითხო ტელეკომპანია იმედთან დაკავშირებით. იმედი 7 ნოემბერი წლისთავი ახლოვდება. ხო, ეს მინდა კითხო, ოჯახს დაუბრუნდა ტელეკომპანია იმედი. როგორ შეაფასებთ აი ამ ფაქტს? რამდენად მოსალოდნელი იყო ამდენი წლის შემდეგ აი ეს თუნდაც? მოსალოდნელი იყო და ეს არ არის მხოლოდ კონკრეტულად ერთი მოვლენის შედეგი. ეს არის რაღაცა ჯაჭვი მოვლენების, უпростоრად მოვლენა, რომელიც ინერციით მიყვა ხელისუფლების ცვლილებას. ადამიანები, რომლებიც იმედის მენეჯმენტში, ანუ მმართველობაში მოევლინა საზოგადოებას და რომელიც ფურცელზე ფლობდნენ იმედს აბსოლუტურად უსამართლოდ. იმიტომ რომ თუ ჩვენ დოკუმენტაციას თვალს გადავალებთ, იქ მათ შორის ჯოზეფ კეის, ასე ვთქვათ, საქმე, ბევრი ნიუანსი არის, რომელიც ბევრი შეკითხვას და იცის იწვევს სამართლიანობასთან დაკავშირებით, ერთი. ამასთან ერთად ჩვენთვის ცნობილია მთელი რიგი გარემოებები, მათ შორის ბადრი პატარკაციშვილის სიცოცხლეში, როგორ მიმდინარეობდა ომი, ბრძოლა იმედთან დაკავშირებით, რომ იმედი ჩამოერთმიათ მისთვის. ასე რომ ვერაფრით ვერცეთი, ასე ვთქვათ, არავითარი არგუმენტი ბუნებაში არ არსებობს საიმისო და ჩვენ ვილაპარაკობთ რომ ხელისუფლებას და მის ერთ-ერთ ყველაზე მკაფიო სახეს, იდეოლოგს, ხო, არველაძის სახით გადაეცა იმედი მფლობელობაში და მართლობაში სამართლიანად. ამიტომ ჩვენ ბუნებრივია აი ამ ის გათვალისწინებით შეგვიძლია ჩავთვალოთ კი არა 100-ია, იმედი დაუბრუნდა კანონიერ მფლობელს. მე ძალიან მიხარია ის რომ მათ განცხადებებში ქალბატონი გუდავაძის ხომ თუ არ ვცდები ქრევის ბადრგაციშვილის ხმებში იყო განცხადებაში ნათქვამი რომ აბსოლუტურად არარევანშისტული იქნებოდა მათი მიდგომა. ძალიან ცუდია, შემიძლია აქვე თქვა, ის რომ იმედიდან გათავისუფლდა ათობით ჟურნალისტი, მაგრამ ეს არ არის ცუდი, იმიტომ რომ ეს ინა გუდავაძის ბრალია, სამწუხაროდ ასეთი რეალობა იქმნებოდა წლების მანძილზე საქართველოში. ჟურნალისტები და ტელევიზიები პოლიტიკური სიმპათიების თუ პოლიტიკური ძალაუფლების მქონე ადამიანების სურვილის მიხედვით გადადიოდა ხელიდან ხელში. შესაბამისად იქ მომუშავე ადამიანებიც თავს მუდმივად გრძნობდნენ დაუცველად, იმიტომ რომ მფლობელის შეცვლა ავტომატურად იწვევდა ადამიანების გათავისუფლებასაც. ეს პროცესი ალბათ ამ კუთხით თუ კი ვიმშელებთ ობიექტურად და გასაგებია ჩემს ლოგიკურად არ იმართა, იმიტომ რომ ვინც იყო დაკავშირებული წინა ასე ვთქვათ საინფორმაციო სხემძღვანელობაზე და სხვა ისინი იქნა გათავისუფლებული, თუმცა ცუდია თქმა უნდა ეს პროცესი და მე მაქვს იმედი რომ წერტილი დაესმება ჟურნალისტებს, ანუ პროფესიონალების, რომელიც არავითარ კავშირში არ არიან ვინმეს პოლიტიკის აღსრულებასთან და ჟურნალისტებს ექნებათ საშუალება თავისუფლად გააგრძელონ საკუთარი საქმიანობა და ეს იქნება ბოლო ასე ვთქვათ პრეცედენტი, როდესაც ჟურნალისტები მე ლაპარაკი მაქვს არა ასე ვთქვათ საინფორმაციო პოლიტიკის გამსაზღვრელ ადამიანებზე, არამედ ჟურნალისტებს, რომლებიც საკუთარ ფუნქციას ასრულებენ, ისინი არ უნდა იქნენ ჩემი აზრით დათხოვნილი, მაგრამ კიდევ ერთხელ მე მესმის ინა გუდავაძის და ბადრი პატარკაციშვილის აი ამ დიდი ოჯახის, იმიტომ რომ ყველა ჟურნალისტი სამწუხაროდ განიცდიდა ზეწოლას ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური მანქანის მხრიდან. ეს ფაქტია, ეს ასე იყო. მე მაქვს იმედი, რომ არც ერთი მათგანი და მათ
პროფესიონალებში არავინ შეჯვარგვეპარება არც ერთი ადამიანი მათგანი არ დარჩება მუშაობაზე და გააგრძელებს საქმიანობას, თუმცა ძალიან სამწუხაროა რომ ადამიანი რომელთაც დაამთავრებს შესაბამისი სპეციალობით ხო უნივერსიტეტი განაგრძეს ასე ვთქვათ საქმიანობა დიდი გამოცდილება დააგროვეს, ხდებიან პოლიტიკური ასე ვთქვათ თამაშის მსხვერპლი. ეს ძალიან ცუდია. თორემ საერთო ჯამში რა თქმა უნდა მე მაქვს იმედი დარწმუნებული ვარ თუ კი არ ჩაგდეთ რა თქმა უნდა ხუმრობას ჯულიეტა ვაშაღმაძის ასე ვთქვათ ეთერში დაждომას დაკავშირებით, რაც ხუმრობაა ძალიან ფოროთი ხუმრობა, ვერ მივხვდი რატო ვის მოვიდა ეს თავში. მე მაქვს დარწმუნებული ვარ რომ იმედი ახალი მენეჯმენტის პირობებში იქნება დაბალანსებული და ობიექტური ტელევიზია. მადლობთ.